კარგად მახსოვს პირველად ჩანთის სახელურის კეთება რომ დავიწყე, თითები ერთმანეთში ამეხლართა. საერთოდ გაუგებარი იყო, როგორ უნდა დამემაგრებინა ეს მეტალის ფურნიტურა თვლებით. თქვენც რომ ჩემსავით არ იწვალოთ, ამ ვიდეოში დეტალურად აგიხსნით, როგორ უნდა გავაკეთოთ ჩანთის სახელური. დაგჭირდებათ ძუა, მაკრატელი ან მსგავსი საკუნეტელა, თვლები და რა თქმა უნდა მეტალის ფურნიტურა. ჩანთის სახელურის ნაწილის დამზადებისას დაახლოებით 2 მეტრო ძუა გამოვიყენე. ჩემს იასამნისფერ ჩანთას გვერდში 3 ძირითადი თვალი აქვს, ხოდა ძუას ამ 3 თვალში ვატარებ. შემდეგ მარჯვენა ძუა გავატარე მეტალში, დავუმაგრე მძივი, მძივით რა თქმა უნდა შევკარი თვალი და მეორე ძუაც გავატარე. მე ვაკეთებ ყულფს, რათა ნაკსოვი უფრო მყარი იყოს. თუ თქვენს ყულფს გააკეთებთ, მაშინ ჩემს მსგავსად, ზუსტად იდენტურად უნდა გააკეთოთ. ძუის მეორე ნაწილიც ასე გამოვატარე, რათა მეტალი შუა ნაწილში მოექცეს და ძალიან მჭიდროდ შევკარი. ვცდილობ ძალიან ნელა აგიხსნათ ქსოვის პროცესი და იმედი მაქვს კარგად გამოგივათ. მარჯვენა ძუას დავუმატეთ 3 მძივი და მესამე მძივში მეორე ძუაც გაატარეთ. ანუ ასე დავიწყეთ მეორე რიგის ქსოვა. ისე რომ მეტალის ფურნიტურა თვლებში უნდა მოექცეს. ნაკსოვს კარგად რომ დაჭიმავთ, ქვედა ძუა უნდა გაატაროთ გვერდით მდგომ თვალში და დავუმატეთ 2 მძივი. ამ შიდა ნაწილშიც იგივენაირად უნდა გააკეთოთ და დავუმატოთ 2 მძივი. შემდეგ კი ქვედა ძუა უნდა გაატაროთ ჯერ გვერდით მდგომ თვალში, შემდეგ კი ზედა მძივში და დაგჭირდებათ 1 მძივის დამატება. დააგვერდით ნაკსოვს, ნაკსოვი თავად გიკარნახეთ, სად რამდენი მძივი იქნება საჭირო. არ დაგავიწყდეთ, რომ ნაკსოვი ძალიან მყარი უნდა იყოს, რათა სახელური კარგად იდგეს. ახლა კი ზუსტად იდენტურად ამ გვირგვინზე ვაგრძელებთ მსგავს წრიულ ქსოვას. ჩანთის დამზადება ნამდვილად არ არის მარტივი საქმე, მაგრამ თუ ნამდვილად გსურთ, აუცილებლად გამოგივათ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი მომწერეთ, მე ყველას ვპასუხობ. ახლა გადავდივართ ყველაზე რთულ საქმეზე, როგორ შევუკრათ ხელის 2 ნაწილი. ქვედა ძუას დავუმატეთ 1 მძივი და შემდეგ გაატარეთ პარალელურად მდგომ თვალში. შემდეგ კი კიდევ აიღეთ 1 მძივი და უკვე 2 ძუა გაატარეთ, ისე რომ 4 მძივიანი თვალი შეიკრას.
ახლა ორთავე ძუა გაატარეთ გვერდით მდგომ ძივებში. თუ კარგად დააკვირდებით, თითოეული თვალი შედგება 4 მძივისგან. და აი აქაც 1 მძივის დამატება მოგიწევთ. წრიულად ყველა ნაწილში საჭირო რაოდენობის მძივს რომ დაამატებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ბოლო თვალი აუცილებლად კარგად და მჭიდროდ შეკრათ. გასწორეთ ნაქსოვი და თვლები ერთმანეთში კარგად ჩასვით. აი ახლა კი ბოლო ნაწილის შეკვრაზე გადავდივართ. მძივების მყარად დამაგრების შემდეგ დარჩენილი გრძელი ძუა ჩანთაში უნდა ჩააქსოვოთ. საბოლოოდ კი აი ასეთი მყარი და ლამაზი სახელური გამოგვივიდა. იმედი მაქვს მოგეწონათ ჩემი ვიდეო გაკვეთილი, თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა.